უკრაინის ყოფილი პრეზიდენტების სოლიდარობა ზელენსკის, ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშენკო და პეტრო პოროშენკო მოქმედ ლიდერს სოლიდარობას უცხადებენ და პოლონეთს თეთრი არწივის ორდენს უბრუნებენ. პოლიტიკური განსხვავებებისა და წარსული დაპირისპირების მიუხედავად ზელენსკიმ წინამორბედებისგან უპირობო მხარდაჭერა მიიღო. თავად ზელენსკიმ კაროლ ნავროცკის ორდენი გუშინ ფოსტით გაუგზავნა. ნავროცკიმ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება ისტორიული კონტექსტის მოტივით ახსნა. უკრაინამ ქერჩისა და კავკაზის პორტები დაბომბა. ანექსირებულ ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში მდებარე სტრატეგიულ პორტებზე საჰაერო იერიშებმა ხანძარი გამოიწვია. დრონებით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი ქერჩის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზეც გავრცელდა. ადგილობრივების განცხადებით აფეთქებების ხმა მთელი ქალაქის მასშტაბით ისმოდა. ჩრდილოეთ კავკასიაში უპრეცედენტო მასშტაბის სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. მე-6 დღეა 20,000-ზე მეტი ადამიანი 8 წლის ბიჭს ეძებს, რომელიც ადიდებულმა მდინარე სუნჟამ გაიტაცა. ხიზირ დერბიჩევი წყალში მეგობრის დასახმარებლად გადახდა. მეგობარი გადაარჩინეს, თავად ხიზირმა კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. ის 8 წლის გუშინ 20 ივნისს გახდა. ქართველი მებრძოლის ლევან ჩოხელის წარმატებული დებიუტი UFC-ში. ჩოხელმა სომეხი ლეონ შაჰბაზიანი პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ამავე ქარtზე სადებიუტო ბრძოლა გამართა ოთარ თანზილოვმაც, რომელიც ამერიკელ შეინ კოლინსთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.